გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუა ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ბავშვთა ექიმი კარდიოლოგი ნიკოლოზ ლაბარტყავა. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. გთხოვთ მოკლედ აგვიხსნათ, რას გულისხმობთ, როდესაც ვამბობთ გულის თანდაყოლილი მანკი. გულის თანდაყოლილი მანკებს, როდესაც ვსაუბრობთ, ფართეცნება არის. იმისათვის რომ მარტივად ავხსნათ ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის, კარგი იქნება რომ გავიგოთ საერთოდ რა არის გულის ფუნქცია, როგორც მოზრდილ ადამიანებში, ასევე პატარებში. მოკლედ რომ ავხსნათ ეს ყველაფერი იქნება ასე რომ გულის ფუნქცია ჩვენს ორგანიზმში არის სისხლის მიწოდება თითოეული ჩვენი ორგანოსა და სხეულის ნაწილისთვის. ხოლო გულის თანდაყოლილი მანკების შემთხვევაში არსებობს პათოლოგიები, სტრუქტურული დაზიანებები, რომლებიც თან ახლავს გულის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულსა და მათ დამაკავშირებელ სისწარღვებს. სიმპტომები რო ავხსნათ ჩვენ პაციენტს, რა სიმპტომები ახასიათებს გულის თანდაყოლილ მანკას? გულის თანდაყოლილი მანკების შემთხვევაში, რადგან გვაქვს ძირითადად პრობლემა გულისა და მასთან დაკავშირებულ სისწარღვებთან, ანუ გვაქვს პრობლემები სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სიმპტომებიც ძირითადად დამოკიდებული არის თუ რა ტიპის დაზიანება არის, რა ტიპის პათოლოგია გვაქვს, ბოდიში დაზიანება უფრო ნაკლებად, რა ტიპის პათოლოგია გვაქვს და რა სახის შერევა ხდება სისხლის გულში. შესაბამისად, ძირითადად გამოყოფენ ორი ტიპის კლასიფიკაციით გულის მანკებს, ეს არის ციანოზური და არაციანოზური მანკები. კარგად რომ გაიგოს ჩვენმა მსმენელმა თუ რას წარმოადგენს ციანოზური და არაციანოზური მანკები, ციანოზი თავისთავად სიტყვა ნიშნავს კანისა და ლორწოვანი გარსის სილურჯეს. ამიტომ ზოგიერთი მანკების შემთხვევაში გვაქვს ისეთი სიმპტომები, რომლებიც უფრო ხშირად არის გამოხატული კანის სილურჯით და სხვა მასთან თანხმდები სიმპტომებით, როდესაც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში გულის თანდაყოლილი მანკი გააჩნდეს პაციენტს, მაგრამ არანაირი სილურჯითა და სხვა სიმპტომებით არ იყოს გამოხატული. სილურჯის გარდა, რომელიც ძირითადად გამოხატული არის ცხვირტუჩის მიდამოსა და კიდურებზე, ფალანგებზე, ამის გარდა ხშირად არის ხოლმე ისეთი სიმპტომები, როგორიც არის სუნთქვის გახშირება პატარების შემთხვევაში, ოფლიანობა კვების დროს, დატვირთვის დროს, დოლის ჩხირისებრი თითები, რომელსაც ინგლისურად clubbing-ი ქვია, შედარებით ფართი ზომის დაბოლოებები გვაქვს ჩხილებზე და შეიძლება ამასთან ერთად სილურჯეც გქონდეს და ძალიან დამახასიათებელი არის ცოტა შედარებით უფრო მძიმე პათოლოგიების დროს ისეთი სიმპტომები, როგორც არის მაგალითად უჭირს ბავშვს წონაში მატება და კვების დროს ძალიან ხშირად ისვენებენ ხოლმე შუალედებში, ოფლიანობენ, ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობის საკვებს, შესაბამისად წონის ნაბათიც არ გვაქვს ადეკვატური. შეიძლება კვების შორის შესვენებები იყოს, რაც წონის დეფიციტს გამოხატავს ამასთან ერთად და ხშირი გახშირებული სუნთქვა ამასთან ერთად, რომელიც თან ახლავს ასევე ოფლიანობები. დიაგნოსტირებაზე რომ ვისაუბროთ, როგორ ხდება დიაგნოსტირება? გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტირება თანამედროვე რეალობაში, თანამედროვე ბავშვთა კარდიოლოგიაში საკმაოდ მაღალ დონეზე არის დიაგნოსტირების მეთოდები აყვანილი. შესაბამისად, უკვე შეგვიძლია დიაგნოსტირებები მოვახდინოთ არა მხოლოდ დაბადებული ბავშვის შემთხვევაში, არამედ შესაძლებელია დიაგნოსტირება მოვახდინოთ ორსულობის პერიოდშიც. უფრო ოპტიმალური დიაგნოსტირების სახით, ასე ვთქვათ, ორსულობის პერიოდში ნაყოფის გულის ეხოკარდიოსკოპიის ჩატარების დროს ოპტიმალურად უფრო მეტი ინფორმაციისთვის და განვითარებული პათოლოგიების უფრო ზუსტად დასადგენა დაახლოებით 18-დან 21 კვირამდე ვადაში არის ოპტიმალური, მაგრამ შესაძლებელია 16 კვირიდან უკვე ნაყოფის 16 კვირი ორსულობის 16 კვირიდან ეს დიაგნოსტირების ჩატარება, ხოლო დაბადების შემდგომ ძირითადად ეხოკარდიოსკოპიული კვლევით ხდება ხოლმე, როგორც ნაყოფის დროსაც
და საკმაოდ მაღალ დონეზე არის თითქმის დიაგნოსტირების ალბათობა ადეკვატური ეკოკარდიოსკოპიური კვლევის ჩატარების შემთხვევაში 100%-ს წარმოადგენს. ძირითადად რა საკიდან ხდება გულის მანკის ასე ვთქვათ გამოვლინება და რას უნდა მიაქციოთ ძირითადად მშობლებმა ყურადღება? როგორც აუგრძნეთ, გულის თანდაყოლილი მანკები რამოდენიმე ტიპის არის. არსებობს ისეთი ტიპის გულის მანკები, რომლებიც შეიძლება არანაირი სიმპტომები არ ქონდეს ცხოვრების განმავლობაში და ზრდასრულ ასაკამდე ისე მივიდეთ, რომ არანაირი გამოვლინება არ ქონდეს. არსებობს ისეთი მანკები, რომლებიც ადრეული ასაკიდანაც იჩენენ თავს, თავისი სიმპტომებიდან გამომდინარე და ამ ყველაფრის დიაგნოსტირება შესაძლებელია მოხდეს დაბადებისთანავე, თუ კი რაიმე სახის სიმპტომი აქვს გამოვლენილი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის, რომ აღნიშნოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ბავშვთა კარდიოლოგებისთვის ადრეულ დიაგნოსტირებას თითოეული გულის თანდაყოლილი მანკის შემთხვევაში, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, ეს არის ნაყოფის გულის ეკოკარდიოსკოპიური კვლევა. როდესაც საქმე გვაქვს შედარებით კომპლექსურ მანკებთან, რომლებიც შესაძლებელია კომბინირებული იყოს რამოდენიმე პათოლოგია ერთად, ადრეული დიაგნოსტირება ამის თუნდაც ორსულობის პერიოდში ძალიან კეთილსაიმედო გამოსავლისკენ მიანიშნებს და ჩვენ წინასწარ შეგვიძლია განსაზღვროთ თუ კი როგორი იქნება პატარას კურნალობის მეთოდები და მენეჯირება როგორ შეიძლება ამის მოხდეს დაბადებისთანავე სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა შემდგომი მენეჯირებისა და კურნალობისთვის თუ კი რაიმე სახის მედიკამენტი არის დაბადებისთანავე გამოსაყენებელი შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით გინეკოლოგებთან კონდეს კონსულტაცია და შესაბამისი რეკომენდაციები გაუწიოთ მშობელსაც და მის მართულ გინეკოლოგსაც და საკმაოდ კარგი გამოსავლებით გამოვიდეთ საბოლოო ჯამში. გენეტიკურ განწყობას რაც შეეხება, არის თუ არა გენეტიკური გულის თანდაყოლილი მანკი? გულის თანდაყოლილი მანკების შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იმიტომ რომ ხშირად არის გულის თანდაყოლილი მანკები და კომპლექსური ტიპის მანკებიც ასევე ასოცირებული სხვადასხვა ტიპის გენეტიკურ სინდრომებთან. უფრო კარგი გასაგები რო იყოს და მარტივად გასაგები ეს ჩვენი მსმენელისთვის, ისეთ შედარებით უფრო ხშირად არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც უფრო ხშირად რაც ესმით და იციან, ასე ვთქვათ ჩვენს მსმენელებმა არის ასოცირებული გულის თანდაყოლილი მანკები ისეთ სინდრომებთან, როგორიც არის შეიძლება დაუნის სინდრომი. არსებობს რამოდენიმე ტიპის მანკი, რომელიც ძალიან ხშირად არის ასოცირებული აი ამ გენეტიკურ დაავადებასთან, სინდრომთან და ასევე სხვა ბევრი დაავადებაც, როგორც ჩვენ შემთხვევაში ხშირი არის ვილიამსი, ალაგიელი, ნუნანის სინდრომები, რომლებიც ხშირად არის ასოცირებული დი-ჯორჯის სინდრომით, ასევე სხვადასხვა ტიპის გულის თანდაყოლილი პათოლოგიებთან. ამიტომაც გენეტიკურ ფაქტორს საკმაოდ დიდი როლი უჭირავს გულის თანდაყოლილი მანკების განვითარებაში. დიაგნოსტირებაზე და მკურნალობაზე რომ ვისაუბროთ, რა მეთოდები არსებობს დიაგნოსტირების? დიაგნოსტირების ძირითადი მეთოდი თანდაყოლილი მანკების შემთხვევაში არის ეკოკარდიოსკოპიული კვლევა. პირველ ეტაპად ოქროს სტანდარტი არის, ხოლო რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, ძირითადად ორი ტიპის მკურნალობა არსებობს, როდესაც გულის თანდაყოლილი მანკებზე ვსაუბრობთ, ეს არის მინი-ინვაზიური, ასე ვთქვათ, ინტერვენციული მეთოდები და არის ქირურგიული მეთოდები, როდესაც შეგვიძლია გულის თანდაყოლილი მანკის განკურნება ზოგიერთ შემთხვევაში აი ამ ქირურგიული ან ინტერვენციული ჩარევით. მაგრამ არსებობს ასევე რამოდენიმე ტიპის პათოლოგიები გულის თანდაყოლილი მანკების სფეროში, რომლებიც არის შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია დაბადებისას გამოვლენილი ქონდეს ესა თუ ის დეფექტი, ძირითადად უფრო ხშირად არის ასოცირებული წინაგუთაშუა წგიდის დეფექტთან, პარკუთაშუა წგიდის დეფექტთან, თავისი სპეციფიური ლოკალიზაციიდან გამომდინარე, რომლებიც შესაძლებელია დაბადების ასაკში გამოვლენილი იყოს, მაგრამ არანაირ სიმპტომებს, არანაირ შივლებს არ წარმოადგენდეს, დეფექტების ზომა საკმაოდ მცირე იყოს და ამ შემთხვევაში არ დაგვჭირდეს არანაირი ჩარევა, არც ინტერვენციული ჩარევა, არც ქირურგიული ჩარევა. დავაკვირდეთ დროთა განმავლობაში, follow-ups იყოს პაციენტი და ხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ესეთი დეფექტები შესაძლებელია სპონტანურადაც დაიხუროს, არანაირი ჩარევის გარეშე. საქართველოში რამდენად გვაქვს განვითარებული გულის მანკის დიაგნოსტიკური მეთოდები და ასე ვთქვათ, შემდეგი ქირურგიული ჩარევა?
საქართველოში საკმაოდ კარგად არის განვითარებული 90-იანი წლებიდან უკვე არსებობს ჰოსპიტალი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მოღვაწეობს საქართველოში ჯოინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ამ სფეროში. საკმაოდ მაღალ დონეზე არის დიაგნოსტირებაც ამ გულისთან დაყოლილი მანკების როგორც მკურნალობა, ქირურგიულიც და მინიინვაზიურიც. ძირითად შემთხვევებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველანაირი ტიპის მანკი, რაც შეიძლება შეგვხვდეს, შესაძლებელია მენეჯირებული იყოს საქართველოში თავიდან ბოლომდე. არის თუ არა მაგალითად ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სერვისების მიღება საქართველოშიც? ძირითად შემთხვევებში ვიტყოდი რომ კი, ძირითადი მკურნალობის და დიაგნოსტიკის მეთოდები ყველაფერი თითქმის ხელმისაწვდომია, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს თანამედროვე ინოვაციური მეთოდები, თანამედროვე პედიატრიულ კარდიოლოგიაში, რომლებიც ჯერჯერობით არ არის ბოლომდე სრულფასოვნად დანერგილი საქართველოში, მაგრამ რა თქმა უნდა ეს პროცესები მიმდინარეობს. რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ საქართველოში? გამოწვევებს რაც შეეხება, როგორც თქვით, თითქმის ყველანაირი სერვისი შეგვიძლია რომ მივიღოთ, მაგრამ არსებობს გარკვეული ტიპის სერვისები, რომელსაც გულისთან დაყოლილი მანკის მკურნალობის შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს არის გარკვეული კომპლექსური და რთული მანკების შემთხვევაში, ისეთი მანკების შემთხვევაში, როდესაც გვაქვს საუბარი ფუნქციურად ერთადერთ პარკუჭზე. ასეთ შემთხვევაში ძირითადად თანამედროვე გაიდლაინებითაც მოწოდებული არის, რომ ჩატარდეს რამოდენიმე ეტაპობრივი ქირურგია, რომელიც პალიატიური ტიპის ქირურგია არის. საბოლოო ჯამში ასეთი პაციენტები ცხოვრების რაღაც ეტაპის შემდგომ საჭიროებენ გულის ტრანსპლანტაციას, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში ტრანსპლანტაცია და ის დამატებითი სერვისები და პროცედურები, რომლებიც შეიძლება ამასთან იყოს ასოცირებული, ისეთები როგორიც არის მაგალითად bridging ოპერაციები, დამხმარე assisted device-ები, დამხმარე ხელსაწყოებას თქვით, რომელიც ეხმარება პაციენტებს, ასეთი ტიპის პაციენტებს, რომლებიც უკვე მიიღწეული არიან იმასაკამდე, რომ უკვე გულის ტრანსპლანტაციის შესაძლებელია მოხდნენ, გვიხმარებიან ესეთი დივაისები იმისთვის, რომ მათი ცხოვრების ხანგრძლივობა მეტად უფრო გავზარდოთ, რომ ალბათობა იმისი, რომ ტრანსპლანტაციის სიაში მოხვდებიან და გულს მიიღებენ, გაიზრდება 1-2-რად. რაც ამ ეტაპზე საქართველოში არც ტრანსპლანტაციის პროგრამა, არც დამხმარე დივაისების პროგრამა, ესეთი დივაისები, რომლებიც არის პარკუჭის, არ არის და ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით რაღაც ასე ვთქვათ, მიმდინარეობს განვითარებას და ცდილობების ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით ამასთან საკმაოდ ასე ვთქვათ, რაღაც ეტაპამდე როდესაც მივდივართ, მაგის შემდგომ ბევრი პრობლემები წარმოიქმნება ხოლმე. როგორც ვიცით, მოსახლეობაში განსაკუთრებულ შიშს იწვევს, განსაკუთრებით გულსიზრახო დაავადებები და ამ შემთხვევაში არსებობს თუ არა გარკვეული სტიგმა, თქვათ, შიში, როდესაც ესმით გულისთან დაყოლილი მანკი. ძალიან დიდი სტიგმები არსებობს საქართველოში, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რასაც გულისთან დაყოლილი მანკი ქვია. მოგეხსენებათ, როგორც კი რაღაც პატარა, ასე ვთქვათ, ჩვენი სფეროდან გამომდინარე მცირე პათოლოგიაზე გვაქვს საუბარი, უმნიშვნელოზე, ბავშვთა კარდიოლოგების სახით, რა თქმა უნდა, მშობლისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის იმის გაგება, რომ მის შვილს აქვს რაიმე სახის პრობლემა გულთან დაკავშირებით, ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს. მაგრამ ყოველთვის ეს ყველაფერი არ არის შესაბამისი იმისა, თუ რა სახის პრობლემები გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც აღნიშნე, მკურნალობის მეთოდები საკმაოდ განვითარებულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტივი მანკების შემთხვევაში, როდესაც არსებობს მარტივი ტიპის მანკები, ეს არის პარკუჭის შუაწიდის დეფექტები ლოკალიზაციიდან გამომდინარე, ყველა არა, რა თქმა უნდა, როდესაც იზოლირებულად გვაქვს წინაგულთა შუაწიდის დეფექტები, ღია არტერიული სადინარი, ღია ვალური ხვრელი, რომელიც შესაძლებელია
ერთი მარტივი პროცედურით მოგვარდეს და ამ შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არც ფიზიკური, არც სპორტული არანაირი არ გვექნება. გვაგრძელებთ ჩვეულებრივად იგივე სახის ცხოვრების ხარისხს, მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც რჩება ის სტიგმა, რომ აი ადრეულ ასაკში ადრე მაინც ქონდა გულის პრობლემები და ეს ყველაფერი მთელი ცხოვრების განმავლობაში მაინც გარკვეული შეზღუდვებით გრძელდება ხოლმე. სამწუხაროდ არ უნდა იყოს მას. რამდენად ინფორმირებული არის საზოგადოება ამ თემასთან დაკავშირებით და მაგალითად როგორ შეიძლება ავამაღლოთ, ასე ვთქვათ, საზოგადოების ცნობიერება გულის მანკთან დაკავშირებით? გულის მანკის ცნობიერების ამაღლება ალბათ უფრო დაგვეხმარებოდა იმაში, რომ კარგად გაგვეგო თუ რასთან გვაქვს საერთოდ საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმები ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ როგორც კი რაიმე სახის პათოლოგიის დიაგნოსტირება მოხდება, მშობლების ინფორმირებას ვახდენთ მაქსიმალურად, რომ აბსოლუტურად თითოეული დეტალი, ნიუანსი მათი მხრიდან გაგებული იყოს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საკმაოდ კომპლექსური სფერო არის და ასეთი თუ არ ვიტყოდი რომ მარტივი გასაგებია ყველასთვის თუ რა სახის პრობლემებთან გვაქვს საერთოდ საქმე. მაგრამ კარგი იქნებოდა რომ ასეთი ტიპის პათოლოგიების შემთხვევაში, როდესაც გვექნება არ იყოს როგორც წინა კითხვაში ვკითხეთ სტიგმატიზაცია ამ ყველაფრის და იმ მიწოდებული ინფორმაციის ადეკვატურად ახმა, როგორც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი არსებობს რაღაცა პათოლოგია, ეს არ გვიქმნის პრობლემებს, შესაძლებელია ჩვეულებრივად გავუგრძელოთ ცხოვრების ხარისხი, თუნდაც ერთი პროცედურა ჩავატაროთ, მოვაგვაროთ, ვუმკურნალოთ ამას, გავუგრძელოთ იგივენაირი ცხოვრების ხარისხი, მაინც აი ეს ეტაპები ბოლომდე არ არის აღქმული და ადეკვატურად შეფასებული. მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გასაგები არის იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდ პრობლემებს აწყვეტებიან მშობლები ამასთან დაკავშირებით და ასე თუ ისე შეიძლება მცირედით გავიაზროთ ეგ ყველაფერი. და საბოლოოდ, ასე ვთქვათ, შეჯამების სახით რომ ვთქვათ, როგორი არის გულის მანკით დაავადებული ადამიანების ცხოვრების ხარისხი? გულის მანკის მქონე გულისთან დაყოლილი პათოლოგიების მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხი არ ჩამოვარდება ჩვეულებრივი შემთხვევაში არანაირად არ არის დაქვეითებული მათი ცხოვრების ხარისხი, იმ შემთხვევაში თუ კი გვაქვს ჩვენ მარტივი მანკები, როგორც აღნიშნეთ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული ტიპის პათოლოგიები შესაძლებელია საერთოდ არ საჭიროებდნენ არანაირ ჩარევას, თუნდაც დაიხურონ სპონტანურად ან ისეთი მცირე ზომის დეფექტი იყოს, რომ არ საჭიროებდეს საერთოდ ჩარევას დასრულ ასაკამდე. ამ შემთხვევაში არანაირი შეზღუდვები არ გვაქვს, არანაირი ცხოვრების ხარისხის დაქვეითება ამ მხრივ არ ხდება. ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც შედარებით უფრო მარტივ მანკებზე გვაქვს საუბარი, როგორც აღნიშნეთ, ეს ყველაფერი შესაძლებელია ერთი ქირურგიული ჩარევით ან ერთი ინტერვენციით მოგვარდეს. ამ შემთხვევაშიც მათი ხარისხი არანაირად არ ქვეითდება და აბსოლუტურად არანაირი შეზღუდვა არ აქვთ. არანაირ აქტივობაში ეს იქნება სპორტული თუ ნებისმიერი სხვა. მაგრამ ისეთ შემთხვევებში, როდესაც გვაქვს კომპლექსური მანკები, რომლებიც თავის თავში მოიცავენ არაერთ არამედ რამდენიმე ოპერაციას, რომელიც შესაძლებელია საჭირო გახდეს ძალიან მოკლე შუალედებით, მოკლე პერიოდში, მათი ცხოვრების ხარისხი, რა თქმა უნდა, შედარებით დაქვეითებულია, იმიტომ რომ ადრეულ ასაკში საკმაოდ ხშირად უწევთ ხშირი ოპერაციების ჩატარება. ამ ოპერაციებს პერიოდულად თან ახლავს გართულებები, რომლებიც ასევე მოქმედებს და იმ პაციენტებს უკვე რაც შეეხება, რომლებიც არიან ისეთი ტიპის პათოლოგიების მქონე, რომლებიც ჩაუტარდათ ოპერაციები, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიდნენ იმ ასაკამდე, როდესაც რესურსი იმისა, რომ ქირურგიული ჩარევა ან ინტერვენციული ჩარევა ჩავატაროთ, რომ რაიმე სახით შეუმსუბუქოთ მათი მდგომარეობა, ვერ ხდება ასეთი პაციენტები დგებიან იმ გამოწვევის წინაშე, რომ მათ სჭირდებათ ტრანსპლანტაცია გულის და მათი ცხოვრების ხარისხი, რა თქმა უნდა,
ბევრად უფრო დაბალი გამოდის ვიდრე სხვა პათოლოგიების მქონე, რაც ჩამოთვალე აქამდე და ამასთანავე აწყდებიან იმ პრობლემებს, სადაც ვისაუბრეთ, რომ საქართველოში ეს პროგრამა არსებობს, გულის თანდაყოლი პათოლოგიის მქონე პაციენტები, რომლებიც ამ ეტაპამდე მიდიან უკვე ამაგის შემდგომ თავის თუ წევთ დანარჩენ პრობლემებთან გამკლავება, ეს თავისი ფიზიკური, მენტალური თუ მატერიალური საშუალებებით იქნება, რაც საკმაოდ ართულებს მათი ცხოვრების ხარისხს. ეს ზუსტად რა თქმა უნდა არ შეგვიძლია განსაზღვროთ რა ასაკში იქნება და როდის იქნება, მაგრამ კომპლექსური პათოლოგიების შემთხვევაში, როდესაც უკვე პალიატიურ ოპერაციებზე გვაქვს საუბარი, მათი გამოსავალი საბოლოო ჯამში აუცილებლად ეგ არის და ყველა სხვასთან შედარებით მათი ცხოვრების ხარისხი ბევრად უფრო დაქვეითებული არის. დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ, საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციების გაზიარებისთვის. მადლობა თქვენ. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ბავშვთა ექიმი კარდიოლოგი ნიკოლოზ ლაბარტყავა. ჩვენ კი დაგიბრუნდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები. ბოლო დროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები. დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.